გამარჯობა. დღეს სერვისში გვაქვს Dell-ის ლეპტოპი, რომელსაც BIOS-ის password-ი აქვს. Windows-ი ამ BIOS-ის password-ის გვერდისავლით კი ჩავწერე, მაგრამ BIOS-ის განბლოკვაც უნდა მოპატრონეს. ამისთვის შევეცდები ამ BIOS-ის განბლოკვას, ვნახოთ რა გამოგვივა. დავშლი ახლა ლეპტოპს. პრინციპში სისტემა ჩაიტვირთოს. შემდეგ გამოვთავ და დავიწყებ ლეპტოპის დაშლას. ლეპტოპი თაჩიანია. პროცესორი გვაქვს Ultra 5 125U. მოდელი ლეპტოპის არის Latitude 7450. აქ გამოვხდით ახლა ლეპტოპი და შევუდგეთ საქმეს. დავიწყებ ახლა ლეპტოპის დაშლას. გავხსნით სრულად ყველაფერს ლეპტოპზე. ჯერ დავიწყებ იმ საფარის მოხსნას, რომელიც ისგან დამცავი სახით აქვს დაკრული ლეპტოპს. დავიწყოთ ახლა ყველანაირი ჭანჭიკის დახსნით. თავარია არ დაგვაუწყდეს, რომ პირველ რიგში ბატარეა უნდა ჩავხსნათ ლეპტოპზე, სანამ დაშლას დავიწყებთ. მოხსნათ ეკრანის და სენსორის შლეიფები. სამაგრები, რომელიც შლეიფებს ამოვარდნისგან იცავს. Wi-Fi-ის ანტენებია განლაგებული. მოხსნათ ხიდი, რომელიც პლატის ორ ნაწილს, დაფის ორ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან. მოხსნათ კულერიც. რადიატორიც მოსახსნელი გვაქვს, კულერი ისე არ ამოდის. მოხსნათ ეს საფარი მთლიანად. საფარის მოხსნა რადიატორის მოხსნის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაშინ უნდა გაგვეხია. ბატარეაც მოხსნათ, იმიტომ რომ გარკვეულ ნაწილს პლატისას ბატარეა ფარავს ან სხვა შლეიფებს უშლის ხელს მოხსნაში. კლავიატურის და ტაჩპადის შლეიფები უფრო კომფორტულად იქნება ამ შემთხვევაში, ვიდრე ბატარეასთან ერთად იქნებოდა შესაძლებელი. მოხსნათ ის ჭანჭიკებიც, რომელიც დედადაფას ამაგრებს კორპუსთან.
BIOS-ის ბატარეაც ჩავხსნათ და მოხსნათ დედაფა კორპუსიდან. როგორც ხედავთ, დედაფას მეორე მხრიდან კიდე ერთი მტვერისგან დამცავი საფარი აქვს, რომელიც ასევე უნდა მოხსნათ, ვინაიდან დედაფაზე ახლა საჩილავით მოგვიწევს მუშაობა ფენითაც და რადგან პატარა გაცხელდება ეს საფარი დაკარგავს ფორმას. შესაძლებელია დაიწვას კიდეც დაზიანდეს. ამიტომ ჯობესი იქნება თუ ამ საფარს მოხსნით და საერთოდ ისედაც რაც ლობადია, ყველაფერს მოვაცილებთ დედაფიდან. ან იმ არიდან მაინც, სადაც ეს დედაფა უნდა გაცხელდეს. გადავდოთ ჩვენი კორპუსი გვერდზე. ხელი რომ არ შეგვიჩალოს მუშაობაში. მოხსნათ ეს BIOS-ის ბატარეაც. ჰორმაგი წერბადი ლენტით არის დაწებებული პლატაზე. და ჩვენ BIOS-ის ვერსიის მოსაძებნად დაგვჭირდება დედაფის მოდელი, რომელიც აი აქ ვიაწერია. ამოვიგოთ ახლა აქედან BIOS-ის ჩიპი და გადავდოთ ჩვენს ადაპტერში, რომელიც ნუ ჩნდება პროგრამატორში. ტერზე დაჯდა. ვაცადოთ ახლა გაგრილება და შემდეგ გადავიტან პროგრამატორში და გავაგრძელებ მის დაპროგრამებას. დაპროგრამებულია და ჩავაბრუნოთ ახლა უკან დედაფაზე. მოვაყენოთ ადაპტერიდან. დედაფაზე თავისი წერტილი აქვს. ოს წერტილი აქვს. დედაფაზე უნდა შეისვას ეს.
Так, ესეც გაგრილდეს. შემდეგ გავწმინდო და შევდგები გატესტვას. ჩიპი დაჯდა თავის ადგილზე. ახლა მოვაცილებ ზედმეტ პლუს ამასობაში პლატაც უკვე გაგრილებულია. კარგი, ჩიპი ჩასმულია თავის ადგილზე. პლუსი მოუწმინდე. ახლა ჩავსვამ დედადაფას თავის კორპუსში, ადგილზე, შევაერთებ ყველა საჭირო კაბელებს, შლეიფებს და შევამოწმებ. ჩაიწერება ასევე თავისი სერვის თაგები და მონაცემები. ასევე ჩაიწერება ის Windows-ის გასაღები, რომელიც უკვე BIOS-ში იყო ინტეგრირებული. კაბელები Wi-Fi-ს, ეკრანის და touch-ის. თავისი ბოლტები, ის რაღაც სიგის ვარიანტს ასრულებს. ამ პლატას, მთავარ პლატას აკავშირებს გაფართოების პლატასთან. კარგი. თერმოპასტას ჯერჯერობით არ ვცვლი, იმიტომ რომ არის შანსი იმის, რომ მოხსნა დაგჭირდეს კიდე ერთხელ. შეიძლება არც, მაგრამ თუ არ დაგჭირდება, შემდეგ თერმოპასტაც შეიცვლება. ჯერჯერობით ესეც საკმარისია, ასე დაგექმნის. კეთოთ Wi-Fi-ის ანტენის კაბელები. This ადგილზე ბატარეაც უკეთ მაინც დავუჭიროთ, არ გადმოვარდეს. გავუშვათ ჩართავს. შესაძლებელია ის, რომ ამდახან არ ირთვება პირდაპირ ბატარეას და საქმის შეერთებაც სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩაერთვა. ვნახოთ. კარგი, BIOS-ის კონფიგურაციას აკეთებს და შესაძლებელი არის, რომ ამ შემთხვევაში რამოდენიმეჯერ რესტარტი გააკეთოს ხოლმე ლეპტოპი. კი ბატონო, როგორც გითხარით, manufacturer BIOS mode არის გააქტივებული. სერვის თაგები და ყველანაირი ინფორმაცია არის წაშლილი. ასე რომ ამ ინფორმაციის ხელახლა შეტანა დაგჭირდება.
BIOS-ის კოდი მოხსნილი არის. BIOS-ში შევიდა. აუშვათ default-ზე ყოველი შემთხვევისთვის. დავრესტარტოთ კიდევ ერთხელ და შემდეგ დავიწყებ ინფორმაციის შეტანას ეს მნიშვნელოვანი რაც არის ფუნქციონირებისთვის. იმისთვის რომ manufacture BIOS mode-ი გამოირჩიოს. კარგი, ამას კადრს მიღმა გავაკეთებ, ვინაიდან ესეთი ინფორმაცია კონფიდენციალური არის. გადავიდა BIOS-ი ნორმალურ mode-ში, normal mode-ში, სისტემაც ჩაიკვირთა. პროცესორი გვაქვს Ultra 5, 125U, ოპერატიული 16 DDR5-ზე, SSD 216 GB-იანი, iBoost-ის core-იც, virtuix. სულ ეს იყო მეგობრებო, დავალება შესრულებულია, დელზე BIOS-ის კოდი მოიხსნა. ავაგზავნოთ ახლა ლეპტოპის სრული აწყობა. ჩვენ გვქონდა მოხსნილი ისგან გამცავები. რომელიც ერთი უბრალოდ კონკრეტული არის დედაფაზე. და მეორე დედაფის უბრალოდ რადიატორის ქვეშა გვაქვს დასაკრავი. ამისთვის როგორც გასიზრდებს მოხსენით რადიატორი ახლა მოხსნათ. რადგან რადიატორი მოხსნილი იყო თან თერმოპასტაც შესაძლებელია, ეს ძველი თერმოპასტა არ ივარგებს, მოვაცილოთ სახოცით. ლეპტოპი თითქოს ახალი არის და თერმოპასტა მაინც გამხმარი ამოიდება, ან არის კაფული თერმოპასტა არის ესეთი? არ ვიცი. გავსვით, როგორც შეიძლება ნაკაწების გარეშე რადიატორი დავასრულოთ. საკმაოდ ისეთი მოვაცილოთ, თერმოპასტა დაარბილებს გახსნეს და უკეთესად მოცილდება. ეს წინაპირობა არის, რომ რადიატორი არ დაიკაწება. შეიძლება რომ დაკაწული რადიატორი შემდეგ უკვე ისე ეფექტურად აღარ აგრილებს პროცესორს, მაგრამ მისი ზედაპირი არ ეხება კარგად გასაგრილებელი ობიექტს აშენებაში პროცესორს. იმიტომ თერმოპასტის გასუფთავების დროს უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რადიატორის ზედაპირი ნაკაწებისგან. და რა თქმა უნდა, პროცესორის ეს გლივი ზედაპირი შევეცადოთ, რომ დაიკაწროს. მარტო გაგილებასთან ამ შემთხვევაში არ შეგვექნება პრობლემა, იმიტომ რომ შესაძლებელი არის, რომ თვითონ პროცესორი დაზიანდეს ამ შემთხვევაში. ამიტომ მე ამისთვის ყურის ჩხილებს ვიყენებ და სპეციალურ საწმენციფრს.
გამოვჩა მაინც ეს საფრენი. მოხსენი თელახი რადიატორი და თელახი დავაგრავ რადიატორს. ერთად კულერის სტეკერი. დავუჭიროთ თვითონ კულერის სამაგრები. კულერმა რო არ იფარქალოს. დავუჭიროთ ის ჭანჭიკები, რომელიც Type-C-ის პორტებს და USB პორტებს ამაგრებს корпуსთან. წარმოებლები ხშირად მიმართავენ ასეთ დამაგრების მეთოდს, მარტო მირჩილო აპლატასთან დაფასთან არ ყოფნის ამისთვის დაფიქსირებისთვის და შემდეგ უკვე ჭანჭიკებით იმაგრება корпуსთან Type-C პორტები. ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ თუ მწარმოებელს არ აქვს დამაგრებული Type-C პორტები დამატებით კიდე ჭანჭიკებით, ძალიან მალე გამოდის წყობრიდან. ამიტომ პასუხისმგებლიანი მწარმოებელი ხშირად ამაგრებს კიდე დამატებით ჭანჭიკებით. დავაფაროთ ხუთიც. უფიქელ მეორედ მოხსენი იმის გამო, რომ ერთ მხარეს ხუბს კლიპსები აქვს და ეს კლიპსები ესე წინასწარ თუ არ ჩასვლის, სანამ корпуსთან корпуს მიამაგრებ, მანამ დაფარების მერე არ მაგრდება ეს კლიპსები და ამიტომ ჯერ კლიპსები უნდა ჩასვა корпуსთან და შემდეგ მეორე მხარე დააფარო ეხლა კი ჩაჭდა.
ამის მეგობრებო ლეპტოპის აწყობა დასრულებულია. დასრულდა სრულად. გამოგვიწერეთ და ვასაბსკრაიბეთ. უკეთესი და უფრო საინტერესო ვიდეოების ანახავად. გამომწერების 68% ჯერ კიდე გამოწერების გარეშე უყურებს არხს. თხოვნა იქნება, რომ არხი გამოიწეროთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.